ბატონო ირაკლი, თავის სიტყვაზე ხომ არ ახლა გივი მიქანაძის ხوارე საუბრობ. შეიძლება ზადად ვიცი რატომ დაიხურა აქტები. არ ვცოდნიათ კარგად რა. და რატო არ მოგიწევთ ხმა? პრივატიზაციის მოდი დავასრულებ. მეტად ვერ შევიჭრებოდი მე მაშინ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაში. სახელმწიფო ინსტიტუტები, ეკონომიკური დოვლათი და პოლიტიკური ძალაუფლება ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებისთვის გამოიყენება და ბატონი ირაკლიც არის მომსახურე პერსონალი აი მოჯახის. ბატონო ირაკლი, თქვენ ადრე მხოლოდ პარტიის თავის ტკივილი იყავით, სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ 2019 წლის 20 ივნისიდან გადაიქცეთ სტიქიურ უბედურებად ამ ქვეყნისთვის. ის იყო შინაგანი ორგანიზატორი ერთადერთი თქვენ ბატონო ირაკლი. თქვენ იყავით მასპინძელი გავრილოვანი. თქვენ დაუთმეთ თქვენი სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატს. ხარიბაშვილსაც კი ბატონო ირაკლი თავის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჩასაწერი ის მაინც რომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და კანდიდატის სტატუსზე განაცხადი გააკეთა. თქვენ ჩაიწერთ მოსკოვის მექანიზმს ნაცემ ახალგაზრდობას მოწამლულ ადამიანებს. კაპარული მე ვიცი ერთი ადამიანი რომელიც ბაქოში ელოდებოდა 20 ივნის განვითარებულ მოვლენებს. ძალიან გთხოვთ, ნუ ღელავთ უბრალოდ ასაღელვებელია, ამაზე ასაღელვებელია.